ჩვენი აკადემიის ნულიდან დაწყებული ბავშვები არიან. აი ეს ნულოვანიდან იწყებს. აი წარმოგიდგენ რომ ეს არის მესამე წელიწადის ისა ნულიდან როკოპედიდან მოსული ამ ჟანრიდან ბავშვი ვარ, აი ჩესკს. იგივე ეს. И папе тоже с нуля. მესამე წელიწადზე გასმოვასწავლე. ნაწარმოები გამოსცენეთ ადრიანას არია, ხო? ძალიან ლამაზად უშავს. ბრავო. აი წარმოგიდგენთ თეატრალური გამოცდილებით მანამდე იქონდა ბავშვი პროფესიონალ თეატრში წარიმობდოდა, მაგრამ ეს ყველა პრაქტიკა სიტყვა გააზრება. პროფესიონალ აი ეგ მომეწონა მე სიტყვაზე აქ აქცენტი გაქნაფ კი. სიტყვაზე ხო გაქნაფ? ხალხი ხალხი ხუშივით ვეთქინოთ ისწავლეთ დაიჯერეთ თქვენ რომ ეს არ არის ცალკე პროფესია მსახიობი ხარ შენს ყველა სიტყვაზე იმუშავებ პირველი სულ თქვასთან ერთად და ყველა სხვა პრობლემებთან რა სხვა ხომ დასაძლევი პირველ რიგში ფიქრეთ რომ აუცილებელია იმიტომ რომ სწორ ემოციამდე მიიყვანა სულ სიტყვა რასაც ფიქრობდა ის იძახდა ფიქრობდა ჩანდა გადმოცემა ემოციაში ბრავო ოჩო ნუ ეხლა იქ შეგვიძლია მოგვედავოთ ჩვენ მაგრამ მე საერთო სურათი საერთოდ ძალიან მოვუწევი ვარ ეგრელი ხარ მაგრამ ძალიან დიდი აზრია რომ საერთოდ დავწერს რომ გადაშლი პირველ რიგში უნდა გაიგო რა ხდება. რაზე ვიზია და მე ვინ რას ეუბნება რატო. კი, აი მაგ შედარებაზე გავახსენდა კარუზოზე, როდესაც ვიყავ პირველად აი ბავშვი წავედი ჩვენი სტუდენტობის პერიოდში, ფრანკო კორელი ყავდა ჟიურიში. კი. მილანის კონსერვატორიაში ხდებოდა ენიკო კარუზოსი.
ტენორი კორეაში გააგდოს წინიდან არაცალა ფრაზის სიმღერა და რისგან კავარადოსის პირველ არიას ვენერა თელი შესავალი ხან კოსტუმი გაისწორა ხან თმები გაისწორა ხან ასე დამიგებულა ხან ის ყველაფერი აცალა Recondito armonia ზედმეტად ნო ბასტა ჯანი რაიმონდი ტენორი გვერდის უსდა ჟიურიში ნო და უთხრეს რატო ახლა მე შეეკითხა მაესტრო ახ დაიწყო იმას კულტური გააჩერები აღარ ამღერა всё არც არ უნდა შეიკამათო კორილის ხო და რატო მაესტრო და რა იცი შესავალი რო იყო შენ რო საერთოდ არ იყავი შენი კოსტუმები და თმებისი გადაიმაში იყავი ეგრეა პირველი ადგილი კარგად იცი ბუსეტოში პირველი ადგილი და კარერას იჯდა ჟიურიში ხოსე კარერას და რა მითხრა ბოლოს მოვიდა ჩემთან არ შეიძლება მოსვლა ხო იცი ხო რომ უცი კორეელი 160 კორეელი დგას რო და ავტომატები კალაშნიკობები გაწყობილი ხმები რა გალასა ნასტროინი კაი იცი რა დგინდა ისა ხო სმის ლესლი ნეტო აზრია ადამიანთან რომ საუბრო შენ აზრი ხომ მიიტანო სიმღერად საუბარია ხალხო ვიცახ ხოლმე ხალხო ეს საუბარია ხო სიმღერით და აზრი თუ არ მიიტანე და რას გადმოსე აი მითხრა კარერასმა რომ ჩემთან ძალიან ბევრი სიმღერა ხმარო არ გქონდეს რამე ხო ხომაზე ძალკი არ შემდგომა მითხრა რომ აიო მე ასე მეგონა რიგოლეტო მიდგა წინო რა ნუ ხო არ იყო ისო რა ქვია რომ ვიღაც მღეროდა არა შენ იყავი რიგოლეტო ესე იგი შენ იმდენად უნდა გაითავისო როლი რომ ის შენი თავი დაივიწყონ და ის როლი იფიქრონ გადაისახო კარგი სიტყვა იმიტომ რომ შენ თუ ამას არ აკეთებ თავის თვითკბობაში არ შეიძლება დაივიწყო ჩემთვის არის ლივაინი ეგეთ აი რო შევორკე საერთოდ არ ფიქრობ რა თმები როგორ აქვს ისაც პრაზილება მაჩერებს და მეუბნება საცუდკავ მითხარი ჩავიწერო მაესტრო ჩემს კაცშვილად თქვია დირიჟორებს მე უნდა მოეხმარო მე რას მეხმარ მაგრამ ლივაინია და გეუბნება საცუდკავ არა პატივისცემაზეც არ არის ორკესტრი ისე უნდა მოგაყოლოს რომ ვაფშე ლუთი არ გაჩნდეს იქ იცოდეს შენი ისენ მიხდი რა ხდება ისე უნდა გააკეთოს პიანისტებიც კარგი ხო იმას ელოდებია რომ შენ ზუსტად დაუმთხიო და რიტმში არ აცდე არ ჩამორჩა აი დირიჟორებთან მუშაობის პროცესში რომელი დირიჟორთან გიკომფორტებია ლივაინის გარდა რომ იტყვი რომ მუსიკაზე მუშაობენ და გამღერებენ რა ვთქვათ ასე პროცესში არ დაგახჭობენ ორკესტრს დანიელ კალეგარი მომეწონა ადრე არის ხო ეგეთი დანიელ კალეგარი დანიელ ორენი ესენი ზოგი ბრაზდება რომ ძალიან ისეთია რა ქვია ახლა ორენი ითხოვს რომ მიყურე ცოტა ისე თავისებური ცოტა მძიმე ხასიათი აქვს კი ძალიან კალეგარი ძალიან ორენი ძალიან კარგებია და კიდე ნუ რა თქმა უნდა მაზელთან რომ იმუშავე ეგეთი არის მაზელმა გააჩერა ის და აიო პლეიტის იაპონიაში ვარ გასტროლებზე მოусმინე ამას იმიტომ რომ მას ვაკეთებდი ფრაზს და პლეიტას და ეს რობოტივით იმაში რენატოში და ის რობოტი და არა მოусმინე ამას აი ესენი იყვნენ დიდი დირიჟორები გამიგეთ რომ შენ პატივისცემ თავის თავს პატივისცემ ორკესტრს პატივისცემ სოლის პატივისცემ დამდგმელი მუსიკალური რეჟისორები არიან დღეს სამწუხაროდ პირდაპირ შოუ ბიზნესად არის გადაქცეული ერთ-ერთ სახედ და იკარგება ეს ნამდვილი არსი რაც არის ოპერის სამწუხაროდ შოუ ბიზნესი ჩვეულებრივ შოუ კასა უნდა დაწეროს სპექტაკლი ხო